დღეს იოანე მოციქულის ხსენების დღეა და ძალიან სიმბოლურია ამ დღეს მისი უწმინდესობის მობრძანება სამების ტაძარში. როდესაც წმინდა იოანე მოციქული მოხუცდა, სიბერისა და უძლურების გამო საჯაროდ ვეღარ ქადაგებდა, მხოლოდ ეპისკოპოსებს თუ დამოძღვრავდა ხოლმე. ბოლოს ისე დაუძლურდა, მოწაფეებს ხელით მიყავდა ტაძარში, სადაც მხოლოდ ერთსა და იმავე სიტყოდა ხოლმე: შვილო, გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთხელ მოწაფეებმა კითხეს სულ ერთსა და იმავეს რატომ გვიმეორებო? ეს უფლის მცნებაა და თუ მას აღასრულებთ, ესეც საკმარისი იქნებაო. სწორედ ამ სიყვარულის ქადაგებას მიუძღვნა უწმინდესმა მთელი მისი შეგნებული ცხოვრება. თითქმის 92 წლის ასაკში, როდესაც ხორციელად დაუძლურდა, მისი უდრეკი სული კი არ ტყდება და არ წყვეტს მრევლისა და ხალხისათვის ლოცვას და დალოცვას. დღეს ხსენებულმა იოანე მოციქულმა და ივერიის ღვთისმშობლის ხატმა მოგმატლოთ კლავად წელთა სიუხვე, ჩვენ საიმედოდ წყემს უკეთილო.